მშვიდობა ყველას ახლობლებს, შორეულებს, ნაცნობებს, უცნობებს, ვინც არ უნდა იყოთ. თქვენ ხართ ძვირფასი. იმიტომ კი არა რაღაც ანგელოზი ხარ და უმანკო ხარ, იმიტომ რომ შენთვის გადახდილი არის უდიდესი ფასი. შეუფასებელი არის ყოველი ადამიანი. ვინაიდან იესო ქრისტეს სისხლი დაიღვარა, უფალი იესო მოკვდა შენთვის. მხოლოდ ერთი დაგრჩა, გაიწოდო ხელი, გაუწოდო უფალს ხელი. მიიღო ის გადარჩენა, ის ხსნა, ის სიყვარული, რომელიც გააკეთა უფალმა შენთვის. თუ განგიცდი ამისა რაღაცა, ვიღაცა ხალხში დგეხარ, ან მეგობრებში, ახლობლებში ხელს გამარჯობა, ხელს გაიწვი და ან ვინახაცა არ გნახავს, ან და ღირსად არ ჩასვლის და ხელს არ ჩამოგართმევს. როგორ იგრძნო თავს? აი ესე უკეთებ ჩვენს ღმერთს. ღმერთმა თავისი ხელი გამოგვიწოდა. ეს თავის ძეში, ქრისტე იესოში. მოდი, ნუ შევატოვებთ ღმერთს ხელს. მის სიყვარულს უპასუხოთ სიყვარულით. და ერთი ყველაზე უფრო ახალ აღთქმაში ითვლება იოანეს სახარების 3:16 როგორც გული. ხო ესე საზამთრო რო გვიყვარს და საზამთროში რო გვიყვარს ყველაზე უფრო ყველა იქით რომ მიიქანება გულისკენ, სადაც ისინი არ აქვთ სუფთა ნაწილი რო არის. თესლები რო არ აქვს. და ასეთი არის კიდევ ერთი ადგილი ბიბლიის გული. ეს არის ერთი მუხლი არის, ორი მუხლი არის უბრალოდ ესაიას წიგნი, ესაია წინასწარმეტყველის წიგნი 52 ბოლო ორი მუხლი და მთლიანი 53 თავი ესაიასი, რომელსაც ებრაელები არ კითხულობენ. ეშინიათ, იმიტომ რომ ეს წერია მესიაზე და არადა ამას ვინც აიკითხავს, ყველა ებრაელი უბრუნდება ქრისტეს. მე ასე გამიგია რომ ამბობენ ისინი მოზღვრები და ვიღაცა ყიდე რო ყავთ იქ, თავიანთი რაბინები არ წაიკითხოთო 53 თავი. არადა ამოხევის ეშინიათ, არადა არ იჭაშნიკებათ, როგორც ეკაზიის ეზიან, მაგრამ რაქნან. და ვინც ჩაიხედა, იმას გაებზარა თავისი ცრურწმენა და ბევრმა ერწმუნა იესო. მოდი წავიკითხოთ ეს ადგილები. თუ გაინტერესებს ღმერთზე, იესოზე, შენს გადარჩენაზე, თუ არა ეს შენზეა. და თუ არ გაინტერესებს და თუ ეს თემა შენთვის არის რაღაც უცხო, კიტაიური, ჩინური, მაშინ დაასკროლე და გააგრძელე იქით. ხოლო მე წავიკითხავ ესაიას 52 თავის ბოლო მუხლების არის 14 და 15. ყურადღებით მოვისმინოთ, გთხოვთ. ეს შენს იესო ქრისტეზე წერია. შეიძლება ბევრს მოусმენია, მაგრამ შეიძლება შენ დღეს პირველად მოусმინე. რას წერდა ესაია მესიაზე, რომელიც იყო იესო ქრისტე. კითხულობ, როგორც განცვიფრდნენ მრავალნი, შენი მნახველნი. მოგაცრავად? როგორ განცვიფრდნენ მრავალნი შენი მნახველნი, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე, ამ პიროვნების მესიის იესოზე ამბობს, ასახავს ესაია, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე ისე როგორც არავისი და მისი იერი ადამის ძისას არ გავდა, კაცს არ გავდა. კიდევ წავიკითხავ. როგორ განცვიფრდნენ მრავალნი, განცვიფრებულები იყვნენ, შენი მნახველნი, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე, ისე როგორც არავისი და მისი იერი ადამის ძისას არ გავდა. რუსულად წერია, კიდევ კარგად. ერთ წუთში. არ მოგაცინთ ესაია
Притча Исаия Гераris пись. Пись-2. Как многие изумлялись, смотря на тебя. Столько был обезображен, досахичребули. Паче всякого человека лик его и вид его. Паче сынов человеческих. Раз упрохматерия. საშინელება ეკიდა ჯვარზეთ. ეს ჯვარი ესაიამ ჯვარს შეხედა მაშინ. აი ასეთი იყო იესო. დაგლეჯილ დაფლეთილი. იესო როცემეს ალბათ ბევრს მოგისმენიათ. მრავალი ბიბლიის მასწავლებლები, მრავალი ქადაგებლები ყვებიან ამის შესახებ, რომ როცა შოლტავდნენ, იმ შოლტ ერთის კი არ ქონდა ბაწარი რაღაცა, თოკი. 7 იყო ამბობენ. ისტორიული ფაქტია ასეთი. ასე ქონდათ რომაელებს. და ამ თით ერთ ბაწარზე, ერთ თოკზე იქ მიმაგრებული იყო რკინის ნატეხები, რაღაც მაგარი, მწვეტიანი ძვლები, ლურსნები და ასე ნაძვის ხესავით ის იყო მოჩუქურთმებული ეს. როგორც ნაძვის ხეს უკეთებთ ჩვენ რაღაცა იმას იოლკას ლამას სათამაშოებს, აი ასე იყო ეს 7-ვე თოკი ამ მეტალების ნატეხებით, ძვლის ნატეხებით, ლურსნებით, იმისა რაღაცებით, რაც კიდევ ამძიმებდა მათრახს და როცა ეს ის მათრახს იქნებდა, ის მოიქნებდა მათრახს, ეს მათრახი ასე გაიშლებოდა ქოლგასავით. არა, ქოლგასავით და მე როცა მოიქნევდა, ქოლგასავით გაიშლებოდა და ტანზე ეხუტებოდა, ვისაც ეს ხვდებოდა. და მე როცა მოუწევდა მეორეს დასარტყმელად იმ რაღაცებს, იმ რკინის ნატეხებს, ლურსნებს, ძვლის ნატეხებს, ფოლადის ნაჭრებს, ის სადაც მოხდებოდა ხორციმს, ამოქონდა მთლიანად. წარმოგე, ერთი დარტყმით. რამდენი შეეხებოდა 7 თოგზე, რამდენი პატარ-პატარა რაღაცები ეკიდა, ის რომ მოხდებოდა, ის ერჭობოდა სხეულში და როცა მოკაჩავდა ის ვიღაცა დამწყმელი, აქეთ ამოქონდა ხორცი, ანდა ჭრიდა და ეს იყო ერთხელ და ებრაელების წესით, რომელთა წესით ეს იყო 39 ჯერ. პავლეს ამბობს ამას. იმიტომ რომ მე-40 კლავს. რა მოგიკლია და რა არ მოგიკლია, გათავდა კაცი. ეს ერთი დარტყმით თუ ამდენი რაღაცა დაემართა კაცს, ამიგი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, ასე 10, 20, 25, 29 რა დარჩებოდა იქიდან. და აი ამიტომ ეს ნახა ესაიამ და ამბობს, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირის სახე, ისე როგორც არავისი და მისი იერი ადამიანის ცისას არ გავდა. რაღაცა ნაფლეთი ეკიდა მერე. ხო ჩამოკიდეს ჯვარზე. შემზარავი იყო მისი ხილვა. კაცთან არ იყო მასე უფრო საშინელება. ამ რა არის კაცო? ცხოველია კიდია, რა კიდია, ადამიანია, სადაა სახე? რა არის რაღაცები რომ კიდია, ხორცები იმასავით. საშინელება იყო. მუხა, ამას რო კითხულობ, რაღაც მიმართება ყოველთვის. 53 თავი. სათაური აქვს ტანჯული მსახური. და ისაია ამბობს, ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ მოსმენილი? ვიზეთ გამოჩნდა ღმერთის მკლავი, ესე იგი ძალა. იმიტომ რომ თუ შენ მოისმენ, შენ ირწმუნებ და როცა ირწმუნებ, შენ ნახავ ღმერთის ძალას. ამ კომპლექსშია ყველაფერი ერთ მოხლში. და ესაია ყვება იესოზე, იმ მესიაზე, რომელიც დამახინჯებული იყო, ამოვიდა როგორც ყლორტი მის წინაშე, როგორც ფესვი ურწყული მიწიდან. არც ტანადობა ქონია მას, არც დიდებულება,
რომ გვეცკირა მისთვის არს გარეგნობა რომ მივეზიდეთ, შესაზიზღი იყო ის კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას. ასე რომ ნახავდნენ, რა არის რომ კიდია იქ, ადამიანია თუ ცხოველი თუ რა არის კაც ცოცხალია, შემზარავის სანახაობა იყო. ჩვენ სახეს ვარიდებდით, რომ მას შესაზიზღი იყო და არაფლად ვაგდებდით. მაგრამ ეს მაგრამს დიდს ამბობს. ესე იგი არასწორად უყურებდითო თქვენ. მაგრამ ეხლა ზუსტი დიაგნოზს აკეთებს უფლისწული, აჩვენებს ესაიას. ზუსტი ვერდიდი. მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი, იმიტომ იყო დასნეულებული, დასახეჭრებული. და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა. ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო. ნაგვემი რო ეკიდა იქ ჯვარზე. ღმერთის მიერ ნაცრმი და წამებული გვეგონაო. ღმერთის მიერ, თომ მან დააშავა, არადა ჩვენი აიღო, მაგრამ ის დაჭრილი იყო. მესია ჩვენი დანაშაულთა გამო, ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იესო იყო დალეწილი ჩვენი ურჯულოების გამო. სადღაც მე მგონი იერემია წერს, რომ ბარადას მიგლეჯნენო, წვერებს აგლეჯნენ იესოს. ჩვენი სასჯელი მასზე იყო, მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. და ამას ხმარობს მე პეტრე მოციქული ახალ აღთქმაში. მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. და აგზელებს ესაია, ჩვენ ყველანი ცხრებივით გზას ავწდით. თითეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა და უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ურჯულოება. შევიწროებული იყო და წამებული. მაგრამ უგაცრავად. მაგრამ არ გაუხსნია მას თავისი ბაგე. როგორც კრავი დასაკლავად რომ მიყავდათ და როგორც ცხვარი მის პარსველთა წინაშე რო დუმს. პატიმრობიდან და სამჟაროდან იქნა წამოყვანილი. და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს, რადგან მოკვეთილი იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან. და ღმერთი ამბობს, ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა. და ბოროტ მოქმედებთან მიეცა საფლავი. მაგრამ დიდრებთან იყო მისი თავის სიკვდილში. ეს სიმონი მან რო დაკრძალა თავის იმაში, აკლდამაში. თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა. ახლა წერია, რომ ბოროტ მოქმედებთან მიეცაო მას წილი. და მის გვერდით ორი ყაჩაღი ეკიდა ჯვარზეთ. თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა და სიცრუე არ იყო მის ბაგეებში, მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება. თუ დასდებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს, უფლის ნება მისი ხელით მიახსებს წარმატებას. თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება. თავისი სიბრძნით მრავალს გაამართლებს, ჩემი მართალი მსახური, და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. ამიტომ ბევრს მივცემ მას წილა და ძლიერებთან გაინაწილებს ის ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტ მოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და დამნაშავეთათვის იშუამდგომლა. ახალი ათმა ამბობს, ის ამაღლდა
მამასთან წავიდა და წერია რომ ის არის მღვდელი მელქისედეკის წესი და დღემდე იგი შუამდგომლობს როგორც მღვდელმთავარი. ჩვენთვის შუამდგომლობს. ის უწმინდური მოდის და ცილისწამებელია ჩვენზე რაღაც ისინი აქვს პრეტენზიები. ის რა გააკეთა, ეს რა ქნა, ეს როგორ გააკეთა. იესო ამბობს, არა, მე მისთვის აღვარეს სისხლი, მან მოინანია, უკვე წმინდა, როგორც ადვოკატი, ბარისტერი ასე დგას იესო მამა ღმერთის წინაშე. და ამისთვის მოვიდა იესო. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ჩემო ძვირფასო პიროვნება, შეიძლება არც გიცნობ, შეიძლება არასოდეს ვერ გნახოთ დედამიწაზე, მაგრამ მე ნახე ზეცაში. იქ გეთქვას, შენი ვიდეო ვნახე. შენ რა ლაპარაკობდი იესოზე, მან რაღაცა გამიკეთა. აქ თუ არ ვნახავთ, იქ მაინც გაგვესნოს. მოკლედ ასეა თუ იცია, ეს არის მთელი ახალი აღთქმის გული. ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ გასწირავო თავისი მხოლოდ ჩობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. წერია რომ ძის მორწმუნეს აქვს საუკუნო სიცოცხლე. ერთი წამი და ვსო. რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რამე თუ არ წარმოგზავნა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ გაასამართლოს ქვეყნიერება, არამედ რომ ქვეყნიერება გადარჩეს იესოს მიერ. ვისაც ის წამს, არ გასამართლდება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია. რატომ? რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდ შობილი ძის სახელი. ასე რომ სულიწმინდა რას წავიკითხე? მე კი წავიკითხე, მაგრამ სულიწმინდაზე ემოქმედოს ჩვენთვის, მორწმუნეებისათვის, ვისაც კიდევ არ წაუკითხია და არ წამს, ან და არ მოუნანიებია, ამან მოგიყვანო შენ უფალთან. რას ესაიამ თქვა, ის აღასრულა იესო, ის მოგდა ჩვენთვის, მან იტვირთა ყველა ჩვენი ცოდვა, ყველა ჩვენი დანაშაული, რაც შენ დაბადებიდან გიქნია და რასაც შენ სიკვდილამდე შენი ყოველი შეცდომა, მონანიების შემდეგ იქნება თუ რაც იქნება, ყველაფერი ატვირთა. ერთ გრულ მაგალითს ვიტყვი. ახლა სხვა დრო არის პილასოსი და რაღაცები დარბიანი პატარ-პატარა პილასოსები თავის აკეთება ყველაფერს, მაგრამ მაინც იტოქში ერთი და იგივე ხდება. ხო გინახიათ ქალები, წინა ჩვენი დედები, ბებიები, ეზოს ან და ოთახს რო ხვეტავენ. მოხვედავს ის ქალი და დიასახლის მოხვდა, მერე ასახვედი აქვთ. და ყველა ცოცხლით იმაზე და ასახვედი. მთელი ნაგავი ერთ პლასმასზე და ასახვედზე დევს. ასე გააკეთა ღმერთმა, ასე გააკეთა იესომ. მთელი ქვეყნიერების ცოდვები შეკრიბა ღმერთმა და დაადო თავის ძეს. ამის წარმოდგენას არ შეგვიძლია. თუ სულიწმინდა პატარა მაინც კარი არ შემოაღდა, არ შეგვაჭვიტვინა, იმას ვერ ვნახავთ. თუ სულიწმინდა გაგვიხსნა და შეგვახედა, კარაქივი დადნებით ცხელტაფაზე. დაგადნობს უფლი ღმერთის სიყვარული. ამიტომ ერთი საკალობელის მინდა ეხლა ამას დაურთოთ თან. იესოს ეაქ, იესოს ტანჯუზე ლაპარაკი. ვაფქიო ცხარე ცრემლები, დირის მწუხარე გული, ზეღთისაცოდვილის ხელი, ჯვარზე ამილორს ნული, რა გააკეთე შენ ცუდი, ხოლად მოწყალე ქრისტე, ან რომელი ცოდვილისთვის ეს უღელი იტვირთე. ექლის გვირგვინი დაგადგეს,
სიკვდილი მოგისაჯეს წყლის ნაცლად ნაღველი მოგცე გცემეს ჯვარზე გაგაგრეს რისთვის იყო შენი დანჯვა ვიცი უფალო ჩემთვის ჩემი სიტყვისთვის საქმისთვის ბოროტიპი კრებისთვის რისთვის იყო შენი დანჯვა ვიცი უფალო ჩემთვის ჩემი სიტყვისთვის საქმისთვის ბოროტიპი კრებისთვის მეწოდები დავარახსილი არ არის კარგი ჩემში დაბოროტი ცხოვრებისათვის უნდა ვიწვოდე ცეცხლში საუცხოა ეს ჩემთვის კეთილმა მწყემს მაცხვისთვის თვითონ იტვირთა სასჯელი გამჩენი მოკვდა ჩემთვის საუცხოა ეს ჩემთვის კეთილმა მწყემს მაცხვისთვის თვითონ მიიღო სასჯელი გამჩენი მოკვდა შენთვის სასხრო სიყვარული ზღვაწლი დიდი და წმიდა შენს მიუწვდო მელსამადლსა ჩემი აზრი ვერ მისვდა ბრავო ჩემთვის შეწირულო მერით გადაგიხადო შენ მიბრძანებს სიკეთისთვის მეც სიკეთე ვაკეთო გრავო ჩემთვის შეწირულო მერით გადაგიხადო შენ მიბრძანებს სიკეთისთვის მეც სიკეთე ვაკეთო მეც მზადა ვარ და მეხმარე მოველი შემგან ძალას მომნათლე შენი სულით და შენი სახე წინ მედგას მხოლოდ ერთი მუდამ სურდეს დავიცვა შენი მცნება გულში მქონდეს ახბეჭდილი შენი ტანჯვა წამება მხოლოდ ერთი მუდამ სურდეს დავიცვა შენი მცნება გულში მქონდეს ახბეჭდილი შენი ტანჯვა წამება ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო მარადიული სიცოცხლე. უფალმა გაკურთხოს, დაგლოცოს და გაგახაროს, გაჩუქოს ღმერთმა მაღლიდან შობა და ღმერთის სიყვარულს დაევანოს შენ სულში. მომავალ უფალმა გაკურთხოთ. არ გადადო ხვალისთვის. ეხლა სადმე მოძებნე ადგილი პატიება თხოვე უფალს უთხარი უფალო ცოდვილი ვარ შენი იცი ღმერთმა იცის ყველაფერი მისთვის არაფერი არა ახალი უთხარი უფალო მაპატიე ვინანიებ ჩემო ძვირფასო თურმე შენ რამდენი კიტანჯია პირადად ჩემთვის მაპატიე ყველაფერი მაპატიე ჩემი ცხოვრება ჩემი სიტყვა საქმე ურჯულოება შემოდი ჩემს გულში იყავი ჩემი უფალი, ჩემი მწყემსი, ჩემი ღმერთი, უფალო იესო, მე შენ გაღიარებ ჩემს უფლად. მე კი შენი
შვილი ვარ დღეიდან ვინაიდან ერთს ვიტყვი და всё პირობას გაძლევთ აგერ ის იყო ქვეყნიერებაზე იესოზე და ქვეყნიერება მის მიერ შეიქმნა ქვეყნიერებან ვერ შეიცნო იგი თავისიანებთან მოვიდა ებრაელებთან თავისიანებმა არ მიიღეს იგი ხოლო აქ არის ჩვენი გადარჩენა ხოლო ყველას ქართულს მეეგრელს ყველა ეროვნებას ყოველ ადამიანს ვინც მიიღო იესო იგი მისი სახელის მორწმუნეს მისცა ძალაუფლება ბეჭედი ძალაუფლება კანონიერი ძალაუფლება გამختარიყვნენ ღმერთის შვილები მე ასე ვიტყოდი ვინც ირწმუნა იესო ის ხდება კანონიერი ღმერთის შვილი შენი ასეც არ დაგარგო შენი ნება არის მე გისურვებდი რომ არ გაუწყვილო ღმერთს ხელი დახმარების ხელს გიწვდის რომ გადაგარჩინოს მარადიული ჯოჯოხეთისაგან და შეგიყვანოს თავისი საყვარელი ძის სასოფლებში გაუწოდე ხელი არ დაიგვიანო არავინ არ ვიცით ხვალინდელი დილა მიჩვევლები ვართ უნდა გავიღვიძე აბარა ასე იყო ამ დილასაც ვიღაცა ელოდებოდა გაღვიძებას მაგრამ ბევრს არ გამოვიდა არ ვირისკოთ არ ღირს აქ რისკი ეხლა ამ წუთას ბიბლია ამბობს როცა გაიგონებ მოწოდების ხმას ეხლა ამ წუთას ახლა გაუხსენი უფალსო გული ვინაიდან ხვალინდელი დღე და დაჟე 1 საათი კიდო ჩვენს ხელში არ არის ღმერთო გაუხსენ მსმენელს გული და სული რომ გადარჩეს იესო ნაზარეელის სახელით ამინ